მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი. რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. გადაცემა ეკონომიქსის გენერალური სპონსორია Heidelberg Cement. შენობის სიმყარეს ცემენტის ხარისხიც განაპირობებს. თუ მშენებლობას იწყებთ, Heidelberg Cement. უკეთესი მშენებლობისთვის. გადაცემის სპონსორია ლუცახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუცახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუც კიონიკ პილსნერი. კიონიკ პილსნერ. დააგვირგვინე წარმატებული დღე. 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება, რაც სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლებენ ბენეფიციარები, რატომ ვერ მოხვდა მედიკამენტები ამ პაკეტშიც, როგორ იქნება სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთობა. კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის პაკეტის მოცულობა იზრდება. საყოველთაო პაკეტი ამ დრომდე მოიცავდა 3 კომპონენტს, ეს არის გეგმიური ამბულატორია, გადაუდებელი ამბულატორია და გადაუდებელი სტაციონარი. 1 ივლისიდან კი ემატება გეგმიური სტაციონალური მომსახურებად. უფრო დეტალურად სიახლეებთან დაკავშირებით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე ისაუბრებს. თქვენ გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 99 292 11 88 და დასვათ შეკითხვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ბატონ ლაშა, გამარჯობა, მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ახალ თანამდებობას, ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაა, შეიძლება ითქვას, ვინც კარგად არის ჩახედული ამ სფეროში, მაგრამ სანამ თქვენს უშუალო ფუნქციებზე ვისაუბრებდეთ, მე ვიცი რომ თქვენ ხართ ჩართული, აქტიურად იყავით ყოველ შემთხვევაში ამ სადაზღვევო პაკეტის შემუშავებაში და საინტერესოა სიახლეები, რომელიც 1 ივლისიდან ელოდება ბენეფიციარებს. დიდი მადლობა, მოგესალმებით, მოლოცვისათვისაც მადლობას მოგახსენებთ. რასაკვირველია ჩართული ვიყავი და ეს ჩემი ჩართულობა შენარჩუნებული არის ამ პროგრამასთან დაკავშირებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით და მე შემიძლია დეტალურად კიდევ ერთხელ სიახლეების შესახებ გაცნობოთ. დიახ, გისმენთ. პირველი ეტაპის ასე ვთქვათ გამზეურებისთანავე ჩვენ ვთქვით რომ პირველი ეტაპი იქნებოდა ის რაც დაუყოვნებლივ უნდა ჩაშვებულიყო სერვისში და ეს იყო ისეთი ძირითადად ისეთი დაფარვები, რომლებიც გადადებას არ საჭიროებდა, ან არ ითმენ და ან თქვენ სწორედ ბრძანეთ, ეს იყო ურგენტული შემთხვევების დაფინანსება ძირითადად და მხოლოდ საბაზო პირველადი ჯანდაცვის კომპონენტის დაფინანსება. 1 ივლისიდან, რაც უკვე ძალაში შედის, ანუ რამდენიმე დღეში, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სერვისები ყველა მიმართულებით. მე დავიწყებ ისევ პირველად ჯანდაცვის სეგმენტიდან. შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ოჯახის ექიმი იფარებოდა, ეხლა დამატებული არის 8 სპეციალისტის კონსულტაცია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, გაფართოებული არის ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის მე შემიძლია გითხრათ, რომ ისეთი კვლევებიც, როგორც არის თქვათ, ღვიძლის ფუნქციური სინჯების, ფარისებრული ჯირკვლის, პროტრომბინის და ასე შემდეგ კვლევებიც არის, ასე ვთქვათ, ჩამონათვალში. ასევე შესულია და დაემატა თუ ადრე მარტო ელექტროკარდიოგრაფია იყო, ეხა ეხოსკოპიაცა და რენტგენოსკოპიაც არის დამატებული. ეს იმ შემთხვევაში თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის ამის გაკეთება საჭიროა. რასაკვირველია, ეხა იმისი ფუფუნება და კომფორტი ჩვენ არა გვაქვს, რომ ადამიანმა თავისი სურვილით ეს თქვათ გადაწყვიტოს სად და რამდენჯერ და როგორ. დიდ ნაწილში ამ სერვისებისა სახელმწიფო გადაიხდის 70%, რიგ შემთხვევებში სრულად იფარება ეს სერვისები. ეს შეგვიძლია დავასახელოთ, ანუ 70%-იანი თანადაფინანსება რომელ შემთხვევაშია? აი მაგალითად სპეციალისტების ჩარევა და ეხოს გადაღება და რენტგენი 70%-იანი თანადაფინანსებით არის. და გეგმიურ ოპერაციებს რაც შეეხება? ეხლა გადავიდეთ უფრო რთულზე. ანუ მე კიდევ ერთხელ წინადადებით დავასრულებ პირველად ჯანდაცვაზე საუბარს. ანუ ის დაპირება, რომ წვდომა ყოფილიყო გაზრდილი, ეს დაპირება ამ კომპონენტში შესრულებულია. ანუ იფარება ან 70% სახელმწიფოს მიერ, ან 100%. ისევ იგივე პრინციპია თავისუფალი არჩევანის. თქვენ შეგიძლიათ თანხმობა ხელმოწერით დაადასტუროთ და მიებათ რომელიმე ამბულატორიულ დაწესებულებას. ეხლა რაც შეეხება სტაციონარულ შემთხვევებს. თვითონ ის ურგენტები, რომელიც თავიდან პირველივე ეტაპზე დაფარული იყო 100%-ით და ნებისმიერ კლინიკაში, ეს ურგენტებიც გადაიხედა, თუმცა მცირედ, მაგრამ მაინც გაფართოვდა. და ესე ვთქვათ, ეს არც თუ ისე უმნიშვნელო კომპონენტი არ მინდა რომ გამომრჩეს. ეხლა დანარჩენ სტაციონარს რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან გაფართოებას. ესე იგი დაემატა გეგმიური ქირურგიული ოპერაციების ძალიან ფართო ველი, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს.
ისევ პრინციპი იგივე არის შენარჩუნებული, რომ სახელმწიფო გადაიხდის 70%-ს. ანუ წვდომა რადიკალურად გაზრდილია მერწმუნეთ. ამ ქირურგიულ ოპერაციებში ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად ყველანაირი ტიპის ქირურგიული ჩარევა იფარება. ეს იქნება ვთქვათ გულსიღრძავთა სისტემის ქირურგია, ზოგადი ქირურგია თუ ონკოქირურგია. ასევე ისეთი შედარებით იაფასიანი ოპერაციები, როგორც არის ვთქვათ ტონზილები, გლანდების ოპერაცია და ასე შემდეგ. თვალზე ოპერაციები, მაგალითად კატარაქტა, გლაუკომა, ასეთი ოპერაციებიც კი, ასე იგი დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ 70% არის დაფინანსებული, დაფინანსდება 1 ივლისიდან. გარდა ამისა, მე მოგახსენეთ გეგმიურ ქირურგიულ ჩარევებზე. არაქირურგიული ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანია და ხო, ლიმიტი ქირურგიული ჩარევებისა წლიური გახლავთ 15,000 ლარი. ეს თანხაც რა თქმა უნდა ემყარება ქართულ საბაზრო კვლევას სამედიცინო სერვისებისა და ციდან რა თქმა უნდა მოტანილი არ გახლავთ. ეს არის პრაქტიკულად საკმარისი თანხა იმისთვის, რომ ის ძვირიანი ოპერაციებიც კი დაიფინანსოს ადამიანს. ბატონო, მშობიარობას რაც შეეხება, არის საუბარი, რომ ფიზიოლოგიური გარკვეული ლიმიტით დაფინანსდება. დიახ. ესე იგი, კი ბატონო, რახანს კითხეთ, ჯერ მშობიარობაზე გიპასუხებთ, არის დადგენილი ფიზიოლოგიაზე 500 ლარიანი გადახდა და საკეისრო კვეთაზე 800 ლარიანი გადახდა. ანუ თანაგადახდა არ არის. არის კლინიკა, სადაც ვთქვათ ეს ფასი სრულიად საკმარისია და არის კლინიკა, სადაც სხვაობის დამატება მოუწევს მელოგინეს. ეს რაც შეეხება მშობიარობას და ფეხმძიმობის პერიოდს თუ აფინანსებს? ესე იგი, დიახ, ესე იგი, ორსულთა მონიტორინგის პროგრამა ამ ეტაპზე დარჩა ისე ვერტიკალური დაფინანსების პროგრამაში, ანუ საყოველთაო ჯანდაცვაში ჯერჯერობით არ გადმოსულა, თუმცა ეს პროგრამა ადრეც არსებობდა. 4 ვიზიტს გულისხმობ. 4 ვიზიტი და იქ არის კიდე სხვადასხვანაირი გართულებების მართვა. არ არის იქ მარტო 4 ვიზიტი, ასე ვთქვათ, სხვადასხვანაირი ეკლამსია, პრეეკლამსია და ასე შემდეგ, სხვადასხვანაირი ტიპის გართულებების მართვა არის და შენარჩუნებაზე ზრუნვა. ანუ ამ ეტაპზე ჩვენ წამოვიღეთ მხოლოდ იმ ვერტიკალური პროგრამიდან, რაზეც თქვენ ბრძანეთ, მხოლოდ მშობიარობის ფრაგმენტი წამოვიღეთ, ანუ საკეისრო და ფიზიოლოგიური მშობიარობა. დანარჩენი ჯერჯერობით ამას ხაზს უსვამ დარჩენილი არის ვერტიკალური დაფინანსების პროგრამაში. ანუ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ უბრალოდ სხვა პროდუქტით, სხვა პროგრამით. გარდა ამისა, მე წეგან დავიწყე და დავასრულებ, ბარემ არაქირურგიული ჩარევებიდან ონკოლოგიაში თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ არის არაქირურგიული მკურნალობაც, ესაა ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხიური თერაპია. ასეთი მკურნალობაც 1 ივლისიდან დაფინანსდება, 80%-ს გადაიხდის სახელმწიფო და წლიური ლიმიტი გახლავთ 12,000 ლარი. ბატონო, მსმენელია ხაზე მოვისმინოთ შეკითხვა, ეს იმდენად აქტუალური თემა არის, რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრი ზარი იქნება სტუდიაში. ვეცდებით, რომ ყველა მათგანს თუ არა უმეტესობას მაინც უპასუხოთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. თუმცა მაქვს შეკითხვა თუ შეიძლება. ალო. გისმენთ, რადიო მიმღებს ჩაუწიეთ თუ შეიძლება. ჩაუწიე კი ბატონო, იცით შეკითხვა მაქვს თქვენ სტუმართან. აი ეს პირველიდან რომ დაზღვევა მოქმედებაში შედის, ასე ვთქვათ, უფასო ფეხმძიმობასთან, აი მაგაზე მაქვს კითხვა. პირველამდე აი ბავშვი არის დღე-დღეზე და პირველამდე რომ რაღაცა მოხდეს, იმედი გვაქვს რომ მაგალითად ხვალეზე დახმარებას მივიღებთ, ჩვენი დაზღვევა თუ ამოძრავდება აი 2 დღით ადრე. იმიტომ რომ საკეისრო კვეთას ველოდებით, ეხლა ბავშვი ისეთ მდგომარეობაში არის და უფრო ძალიან ძვირი გვიჯდება და თუ რამე შეღავათი იქნება ჩვენთვის. მადლობთ. ესე იგი, თქვენით რომ მთავრობა ამტკიცებს ამ პროგრამას და მისი ჩართვის ვადა არის 1 ივლისის 0 საათიდან 0 წუთი. მანამდე სამწუხაროდ პროგრამა ვერ ჩაირთვება და არ დაფინანსდება. დადგენილებას თქვენ მთავრობა ახსენეთ, მიღებულია თუ არა შესაბამისი დადგენილება და მე პრემიის ოდენობა მინდა კითხოთ, ადრე იყო 5 ლარიანი პრემია თითოეულ, ეხლა არის საუბარი 30 ლარამდე იზრდება, თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ეს ესე ვთქვათ, აი ეს არის განსხვავება, რომელიც დაზღვევას ფონდური ტიპის, ანუ ჯანდაცვის პროგრამული ტიპის დაფინანსებისგან განასხვავებს. ჩვენ ამას საყოველთაო დაზღვევა არ ქვია, იმიტომ პრემიის გადახდა არ ხდება. მათ შორის არც გაანგარიშება არ ხდება ასეთი წესით, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაზღვევა არ აქვს, ან კერძო, ან სოციალური ტიპის, ამ ადამიანთა რაოდენობა და სახელები და გვარებით ცნობილი დაზუსტებით არ არის. უბრალოდ არის გამონაკლისის წესით, ანუ ვისაც დაზღვევა აქვს 1 ივლისისთვის სხვა ტიპის ის არ მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვაში, ყველა სხვა მოქალაქისთვის პრემიის გათვლა არ ხდება. ხდება მხოლოდ დაფინანსებითი ნაწილში ოპერირება. ბიუჯეტი არის განსაზღვრული, რამდენი არის დავუშვათ წლის ბოლომდე და ამას რატო გეკითხებით, იცი, ჯანდაცვის კომიტეტში, პარლამენტში გამოითქვა მოსაზრება, უბრალოდ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ არ იყოფა სახელმწიფოს, არ ექნება შესაბამისი დაფინანსება.
არის თუ არა ამის საშიშროების წინაშე დგას თუ არა ქვეყანა? მე ვერ ვხედავ ამის საშიშროებას, ასე ვთქვათ, პატარა საიდუმლოსაც გავამჟღავნებ და გეტყვით, რომ ჩვენ 28 თებერვლიდან პირველი ეტაპი რაც ჩაუშვით, ველოდებოდით, რომ გაცილებით მაღალი იქნებოდა უფრო ის თანხები, რომლებსაც მოსახლეობა მოიხმარდა. ეს შეიძლება ორ რაღაცაზე მეტყველებდეს, შეიძლება ადამიანთა რაოდენობა საქართველოში უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენ ვარაუდობთ. ეს ერთი და მეორე ის სტატისტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა, შესაძლებელია გადახედვას საჭიროებდეს და ჩვენ საქართველოს მოსახლეობის სრულ სტატისტიკას ავადობებზე როდესაც დავფარავთ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც არ ქონდათ ადრე დაზღვევა, ანუ მათაც არ ექნებათ შემაბრკოლებელი ფინანსური მომენტები მკურნალობისათვის, დაახლოებით 1 წელიწადში 18 თვეში ზუსტ სტატისტიკას გამოვაქვეყნებთ საქართველოს მოსახლეობის ავადობებისა და კურნალობისა. სერვის რაც შეეხება, იმიტომ რომ როდესაც ეს ახალი დაზღვევა, ანუ ეს დაზღვევა ამოქმედა 28 თებერვლიდან, იყო გაუთავებელი რიგები, ანუ დილიდან საღამომდე რიგები და იყო ხოლმე შემთხვევა, რომ ადამიანები არ დგებოდნენ ამ რიგში და ერთშიათ რომ სხვა ფორმით მიეღოთ სამედიცინო მომსახურება. ეხლა როგორ იქნება ეს ყველაფერი? ახალი ჩანაწერი გულისხმობს მაქსიმუმ 2 თვიან დაყოვნებას, მაგრამ ამოსავალი წერტილი მაინც არის რასაკვირველია სამედიცინო ჩვენება. ანუ გეგმიური შეიძლება იყოს პირობითად 5 დღიანი დაყოვნებაც და ის არ გაგრძელდეს 2 თვემდე. ანუ ჩანაწერი არის ესეთი, რომ მაქსიმუმ 2 თვიანი დაყოვნება, მაგრამ პრიორიტეტი რა თქმა უნდა ენჭება სამედიცინო ჩვენებას. მაგრამ რაც შეეხება რიგებს, ჩვენ გარკვეულწილად მატებას ველოდებით გარკვეული მიმართულებებით სამკურნალო დაწესებულებებში, თუმცა არ მგონია რომ ეს რიგის პრობლემა მნიშვნელოვანი იყოს. თუ ასეთი თეორიული საშიშროება გაჩნდება, თქვენ იცით რომ ბიზნესი ძალიან მოქნილია და შექმნის იმ ადგილებს, სადაც შეიქმნება გარკვეული დეფიციტი. ამიტომ მე პირველ ეტაპზე არ ვარაუდობ პირობითად რომ თქვათ ონკოლოგიაში და გულსიზრდათა ოპერაციებში შესაძლოა რომ პაციენტების რაოდენობა მიმატოს, მაგრამ ეს არ იქნება კრიტიკული და ჩვენი მედიცინა გაატარებს. შესაძლებელია კიდევ ვიმეორებ გარკვეული რიგი გაიზარდოს, მაგრამ ეს არ იყოს დამაბრკოლებელი და კრიტიკული. გასაგებია, ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში უფრო დეტალურად გავაგრძელებთ სხვადასხვა თემებზე კიდევ საუბარს. მე აქვე გეტყვით ჩვენი ტელეფონის ნომრები 292 11 92 11 99 თუ გაქვთ შეკითხვა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დაგვირეკეთ და დასვით კითხვა. რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიკსში. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე და ჩვენ საუბრობთ საყოველთაო დაზღვევასთან მეორე ეტაპთან დაკავშირებით. ორი მსმენელია ხაზზე, მოვისმინოთ შეკითხვა და შემდგომ განვაგრძოთ საუბარი. გისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ასეთი შეკითხვა მაქვს. ექიმმა დამინიშნა დიდი ხნის განმავლობაში უნასვა მედიკამენტი ფემარა. მოგეხსენებათ როგორი ძვირი წამალია ეს საერთოდ, როდესაც 125 ლარი გაქვს პენსია. რამე სიახლე თუ იქნება და რამე თუ გვეშველება ამ ონკო ავანტყოფებს, აი მე თანხასთან დაკავშირებით გეუბნებით, თუ ითავებს მთავრობა რაღაცას, რომ ცოტათი ისედაც როგორ ავართ მორალურად განადგურებული და ახლაურასათი. მადლობთ, ანუ მედიკამენტების თემა რატომ ვერ მოხდა ჩამონათვალში წელს აი ამ პაკეტშიც მედიკამენტები? ჯერ ქალბატონს უპასუხებ და ვიტყვი რომ საყოველთაო ჯანდაცვა აი ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებით ამ ქიმიოთერაპიის მედიკამენტს აფინანსებს, რასაკვირველია, მაგრამ ბინაზე მისაღები წამლები, ანუ ამბულატორიულად მისაღები წამლები ზოგადად საყოველთაო ჯანდაცვით არ დაფინანსდება. არსებობს რამდენიმე არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ დაიწყო ჯერ მედიკამენტების დაფინანსება. ნუ ყველაზე მარტივი არგუმენტი არის ის, რომ ამის თანხები სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენი პრინციპი, როდესაც სტრატეგია იგეგმებოდა საყოველთაო ჯანდაცვისა, იყო ორი, რომ ის ძირითადი სამედიცინო მკვლელები, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის და ასევე შეჭიდული არის მაღალ ანაზღაურებასთან, მაღალ თანხებთან მკურნალობაში, აი კერძოდ მაგალითად გულსიზრდათა ოპერაციები, ხო, ონკოლოგიური ჩარევები, იგივე მკურნალობები ან ოპერაციები, ან თქვათ ანგიოლოგიური ოპერაციები, რაც დაკავშირებულია კიდევ მეორე პროგრამასთან, რაც სტატისტიკურად ძალიან ხშირია და იწვევს ოჯახების მთლიანად, ესე ვთქვათ, ფინანსურად ჩამოშლას, ან კრედიტი უნდა აიღოს, ან ავტომობილი უნდა გაყიდოს. მაგრამ მედიკამენტებიც მნიშვნელოვანი კომპონენტია. გეთანხმებით, მაგრამ პირველი უფრო გაცილებით უფრო მტკივნეული და ასე ვთქვათ, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ ეტაპზე იმ თანხებით, რა თანხებითაც დღევანდელი ჩვენი ბიუჯეტი ოპერირებს ჯანდაცვაში,
ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის. ანუ არ გამოდის ისე რომ ამბულატორიაზე დაფინანსდეს, ან ბინაზე დაფინანსდეს ისწავლები, რომლებიც შესაძლებელია ჩაითვალოს, რომ ხელმისაწვდომია და ამ დროს თქვათ იგივე ბავშვთა ჰემატოლოგიაში ან ონკოლოგიაში ეს თანხები მოვაკლოთ და ამან გამოიწვიოს ადამიანის გარდაცვალება. გასაგები მსმენელები გველოდებიან, მოვისმინოთ შეკითხვები, გისმენთ? გენაცვალეთ, გამარჯობა. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს, რა ქვია, მე ვარ პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი და მაქვს დაზღვევა. დაზღვევა მაქვს იმ სოციალურიდან და არქიმედეს იქიდან და მე შემიძლია რომ აი ახალი კანონებით ვისარგებლო? არა, ქალბატონო, ჯერჯერობით ეს საყოველთაო ჯანდაცვა ეხება იმ ადამიანებს, ვინც არანაირი ტიპის დაზღვევით არ სარგებლობს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე თვეში პირობითად ყველა შეეხება საყოველთაო ჯანდაცვა, თქვენი პროდუქტით, რაც ახლა გაქვთ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში, გადმოხვალთ საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვაში და მოგემსახურებათ უკვე სახელმწიფო. გასაგებია, მეორე შეკითხვაც მოვისმინოთ, გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ? ალო. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ? ტექნიკური პრობლემაა, ცოტა ხანში შემოვა მსმენელი. ანუ ეხლა სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით რახან ჩამოვარდა საუბარი, რომ ნაწილი მოსახლეობის დაზღვეულია არქიმედეს კი არა და კერძო სადაზღვევო კომპანიის თორშტების 7 სადაზღვევო კომპანია 13-დან, რომელსაც აქვს სამედიცინო ტიპის დაზღვევაში მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ არის საუბარი იმაზე, რომ როდესაც ეს საყოველთაო დაზღვევა უფრო მასშტაბურად ამოქმედება, შესაძლოა ამ კომპანიების სერიოზული დაზარალება გამოიწვიოს, ანუ ესენი საერთოდ განიდევნონ ბაზრიდან. ამაზე საუბრობენ სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც თვითონ. ასე ცალსახად არ საუბრობენ, ვერ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, სიფრთხილით უყურებენ, იმიტომ რომ ეს მათ პოტენციური კლიენტების რაოდენობას ზე გავლენას რასაკვირველია იქონიებს. რიგი ადამიანებისთვის საყოველთაო ჯანდაცვა შეიძლება რომ აღმოჩნდეს საკმარისი, მაგრამ რიგი ადამიანებისთვის არ აღმოჩნდება საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას სახელმწიფო თავისი ფულით ვერ წუდება და ვერ დააფინანსებს. ანუ არიალი რჩებათ ამ სადაზღვევო კომპანიებს მოქმედების? მე გეტყვით, რომ ჯანდაცვაზე ყოველწლიურად საქართველოში 2 მილიარდ ლარზე მეტი იხარჯება, ეს არის ყველანაირი ჯიბე აბსოლუტურად სახელმწიფო კერძო დაზღვევა და ამ შემდეგ. და დაახლოებით 9 მილიარდი ლარი არის გამოყოფილი იმისათვის, რომ დაფინანსდეს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის კომპონენტი. თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა არის რჩება დასაფინანსებლად. გასაგებია, ორი მსმენელი გველოდება, მოვისმინოთ შეკითხვები, გისმენთ? გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ? დიახ, გისმენთ. ალო. თქვენ გისმენთ? პირდაპირ ეთერში. მე ჩავა, უკვე ვარ პირდაპირ ეთერში. დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გისმენთ, ქალბატონო? იცით რა არის? მე მაქვს მკერდი მოკვეთილი. აგერ ეხლა 9 ივლისს გახდება 5 წელი. მაგ ალფას დაზღვევა 2 წელიწადია, როცა მოვიკვეთე ეს მკერდი და გავიკეთე ობერზე ნემსაძემ გამიკეთა. მაშინ დაზღვევა არ მოკლედ, ანუ რა კითხვა. ეხლა რა მაინტერესებს შვილო, მე მინდა რომ აი ეხლა 5 წელი გადის 9-ში და ალფას მივმართე და მithეს რომ ჩვენ არა გვაქვს არავითარი დაფინანსება ონკოლოგიურ საავადმყოფოში, რომ აი ეს გამოკვლევები რაც მჭირდება ჩავითარო. მე ახლა მატერიალურად არა მაქვს გასაგებია თქვენი შეკითხვა. იმიტომ ვიზიტ თანხებთან არის, მარტო ექიმთან ვიზიტი არის 5 თუმანი, 50 ლარი. იქ აი ანკეტას უყურებთ და აი სად შეიძლება რომ მე აი ამ ჩემი დაზღვევით გავიკეთო ანალიზები უფასოდ. მადლობთ, კიდევ ერთი შეკითხვა და ძალიან გთხოვთ მოკლედ ჩამოაყალიბეთ, რო გვაქვს ძალიან ცოტა. გისმენთ? გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობა გენდა. გამარჯობა. მე ონკოლოგიაში გავიკეთე მე ოპერაცია, მოკლედ გეტყვით. და რა თქმა უნდა, ხო დავდივარ, ვიღებ ანალიზებს და ყველაფერს, მაგრამ როდესაც მივდიოდი მე ანკეტას ვიღებდი, ანუ ვიზიტი ექიმთან იყო ფასიანი. და ანალიზების რა თქმა უნდა, ეხლა ამ ეტაპზე ექიმის ვიზიტი, ეს ანალიზები მე როგორც მოიწვია, მე მგონი როგორ იქნება. თქვენ დაზღვეული ბრძანდებით, ქალბატონო, სადმე? არსად არა ვარ დაზღვეული. ესე იგი, ის რაც ეს ვთქვათ, თქვენ ვთქვათ, ქიმიოთერაპიით სარგებლობდით? უფრო დამიკონკრეტოთ. არა, ქიმიოთერაპიით არა, აბებს ვსვავდი, მე თვითონ ყიდულობდი. არა, აქ ჩვენ ვაფინანსებთ ქალბატონო ქიმიოთერაპიას და მასთან შეჭიდულ დიაგნოსტირებასაც და მკურნალობასაც. და ანუ ანალიზები არა? ანალიზები თქვენ შემთხვევაში, თქვენ უკვე სახში ამბულატორიულად იღებთ, ხო ასე ვთქვათ? არა, მე ონკოლოგიაში ავდივარ. ანუ ქიმიოთერაპიით სარგებლობთ, წამლებს იღებთ იქა, გადასხმებსაც იკეთებთ. პორაფურს ვიღებდი. დიახ. იქ გადასხმებსაც გიკეთებენ, პროცედურებს გადიხართ, ქალბატონო?
არა, გადასხმებს არ მიკეთებენ, მიკეთებს სისხლის ანალიზებს, საერთო ანალიზებს, მუცლის ღრუს გამოკვლევა და ყველაფერი ანალიზებში, ხო, ქიმიოთერაპიის გარდა. ესე იგი, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის რაც ფინანსდება დღეს, არის ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და სხიური თერაპიის კომპონენტი. რაც არის მკურნალობა და დიაგნოსტიკა ამ სამ კატეგორიასთან დაკავშირებული, ყველაფერი ფინანსდება 80%-ით. კიდევ ერთი შეკითხვა მოვისმინოთ. გისმენთ პირდაპირ? აიო. დიახ, გისმენთ. თუ შეიძლება ასეთი შეკითხვა გვაქვს, პენსიონერი კაცია. ხო და ჯერებეთი აქვს. და საინტერესებს კიდურების გამოკვლევა და კურნალობა თუ შედის დაზღვევაში. და თავზე კიდე პრობლემები არ დაეხება. ისა დაბრუნება და ესეც თუ შეიძლება გამოკვლევა უფასო თქვა. დიახ, პენსიონერი თუ არის რომელიმე სადაზღვევო კომპანიაში არის ქალბატონო უკვე დაზღვეული და თქვენ რაც ბრძანეთ, ყველა გამოკვლევა და ყველა სერვისი უფასო არის იმ დაზღვევით. ანუ ბატონო ლაშა, რაც ჩვენ მოვისმინეთ აქ მსმენელების აზრი, გამოდის რომ ეს სახელმწიფო დაზღვევა ვისაც აქვს ამ სადაზღვევო კომპანიებს ფაქტიურად არაფერი არ შედის ამ მომსახურებაში. ანუ ყველა არის შეიძლება ითქვას უკმაყოფილო, მე პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, ბავშვი მყავს დაზღვეული დავშოთ ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში. რას აფინანსებთ თქვენ აი ამ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან? რა უფინანსებთ? ანუ სადაზღვევო კომპანიების პროდუქტი 4 წელიწადია უკვე მიმდინარეობს და ის გაცილებით უფრო ფართო არის ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვის აი 1 ივლისიდან რაც შემოდის. გაცილებით უფრო ფართოა იქ პირველადი ჯანდაცვის კომპონენტი თან თუ ესე ვთქვათ გარკვეული კატეგორიის ადამიანებია თანაგადახდები არ არის და სრულად ფინანსდება. მე პირველ რიგში გირჩევდით რომ დიდი რაოდენობა ამ შემთხვევებისა დაკავშირებულია არაინფორმატიულობასთან, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია აღსაქმელად რა იფარება რა არა. გირჩევდით რომ კარგად გაეცნოთ იმ დოკუმენტს, რა დოკუმენტით სადაზღვევო კომპანიამ მოგაწოდათ და თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გაქვთ, იქ ცხელხას მიმართოთ ხოლმე. თუ ეს არ გაკმაყოფილებთ და რაღაცა უსიამოვნება და კიდე განცდა იმისი რომ მეკუთვნო და არ მომცეს, არსებობს სპეციალური მედიაციის სამსახური, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ, იქაც ან განგიმარტავენ, ან მოგეხმარებიან როგორ მიიღოთ ანაზღაურება. ზარია სტუდიაში მოვისმინოთ შეკითხვა გისმენთ? გისმენთ და ჩაუწიეთ რადიო მიმღებს თუ შეიძლება. აიო. გისმენთ პირდაპირ ეთერში. მე ვარ ეთერში. დიახ, ხართ რადიო მიმღებს ჩაუწიეთ. რადიო მიმღებს 34 ქულა მაქვს. ვარ ამპუტაცია გაკეთებული. ესა იგი ჯანდაცვის სამინისტრომ ეხლა გამიგრძელა 1 წლის პოლისი და ისა კილოგრამა მინდა შვილო იქნებ ნახევარფაში ან როგორმე საიდან შემიძლია ავიღოთ. ვერ ძვირადღირებულია და ვერ ვწდები. გასაგებია, მადლობთ. ქალბატონო, თქვენ სადაზღვევო კომპანიაში ხართ რომელიღაცაში დაზღვეული, თუ თბილისში ცხოვრობთ ან რომელიმე რეგიონში, იმის და მიხედვით და თქვენ რასაც ბრძანებთ, ის ისედაც გეკუთვნით თქვენ. თქვენ პოლისი ხელში გიჭირავთ ქალბატონო? პოლისი, ესე იგი ჯანდაცვამ არ მომცა მითხრა, მიიტანს ესა იმაშიო წელიწადის 128-ში ისინი ამ პირადობის სიმის ყველაფერს გაგიკეთებენ. წინა წლებში ქალბატონო პოლისი მოსული ქონდათ ერთხელ მაინც ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში. კი, როგორ არ მქონდა. ის პოლისი თქვენთვის ძალაში არის და იმ პოლისზე მითითებულ ნომერზე უნდა დაარეკოთ და თქვენ გადაგამისამართებენ კონკრეტულ კლინიკაში სერვისების მისაღებად. მეორე შეკითხვა გისმენთ? ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ განაცალე. მე ესეთი შეკითხვა მაქვს. მე მაგალითად 93 წელში ვარ. ხო, თითები მაქვს მოკვეთილი დიაბეტი ვარ და ყველანაირად დავადებული. გამიღიზიანდა ეხლა ერთი ფეხი ინფექცია შეიჭრა. მე როგორ ვიარო კი მატარეს მიმიყვანეს კალიასკებით ვიარო, რით ვიარო, ექიმი არ შეიძლება რომ სახლში მოვიდეს და რამენაირად დახმარება გამიწიო. გარკვეულ სერვისებზე რასაკვირველია ქალბატონო შესაძლებელია ბინაზე ვიზიტიც. ოღონდ ისევ თქვენი ჯანმრთელობის თვის აჯობებს რომ ისევ სასტრაფოთი ან სხვა ტრანსპორტით გადაგიყვანოთ, იმიტომ რომ კლინიკაში უფრო ღირსეულ სერვისს მიიღებთ ვიდრე ბინაზე. ანუ ორივე ვარიანტი შესაძლებელია, მაგრამ უკეთესია რა თქმა უნდა რომ კლინიკაში მიბრძანდეთ, ყველა სერვისს სახში ვერ მოგაწვრიან.
გასაგებია ბატონო ლაშა ძალიან ცოტა დრო გრჩება და მე რადიოს მსმენელს მინდა ბოდიში მოვხადო, იმიტომ რომ რამდენიმე კითხვა მაქვს დასასმელი და ამიტომ აუცილებლად მინდა მოვასწრო. თქვენ მე როგორც გადაცემის შესავალში აღნიშნე ბრძანდებით დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი. ანუ სადაზღვევო კომპანიების ასე ვთქვათ გულის ტკივილი კი არა და როგორ ვთქვა ეს პრობლემები ამ ყველაფრის განხილვა გიწევთ ალბათ. ეს არის ჩვენ ვიწყებთ ამ პრობლემების განხილვა. და როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ ამ სფეროს კარგად იცნობთ ქართული სადაზღვევო ბაზარი არის თუ არა მზად კონკურენცია გაუწიოს სახელმწიფოს და მეორეს მხრივ კონკურენციის შედეგად ხომ არ არის მოსალოდნელი თავად კორპორატიული დაზღვევების გაიაფება, იმიტომ რომ ეს კორპორატიული დაზღვევა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა დღეს ქვეყანაში. მე ვერ გეტყვით რომ ძვირი სიამოვნებაა, იმიტომ რომ ნორმალური პაკეტი რაც შეიძლება ვთქვათ დღეს ქართულ ბაზარზე იყოს დაახლოებით 25-30 ლარიდან იწყება, თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ესეც ძვირი სიამოვნება იყოს, გეთანხმებით. გაიაფებას პრინციპში ალბათ უნდა ველოდოთ, როგორც არამნიშვნელოვანს, იმიტომ რომ მე უფრო ველოდები, რომ ის სერვისები, რომელსაც სადაზღვევო კომპანია აქ თავაზობდათ, ის გაფართოვდება თვითონ თქვენ პროდუქტში. არა მარტო სამედიცინო სერვისები, ეს იქნება თქვენი წარმომადგენლობის უფლება, იგივე ვთქვათ ბიუროკრატიული სერვისების მოგვარების უფლება, იგივე ვიპალატის მოგვარება და ასე შემდეგ. ანუ სამედიცინო სერვისებს შესაძლებელია დაემატოს არასამედიცინო სერვისები, თქვენ რომ უფრო კომფორტულად იგრძნოთ თავი. მთელი კერძო დაზღვევის, ესე ვთქვათ, ძირითადი თვისება არის ის, რომ ის ადამიანს ერგება სრულად და სრულიად მისაღებია. თქვენ არ გიწევთ რიგში დგომა, თქვენ არ გიწევთ რაღაცა დოკუმენტაციაზე სირბილი და ასე შემდეგ. აი ასეთ სერვისებს გააფართოვებს მათ შორის სადაზღვევო კომპანიები. და საუბარია იმაზე, რომ იქნება ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის ფონდი. და როგორც ამბობენ, საკმაოდ სკანდალური კანონპროექტი მოამზადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც როგორც მედიაში ვრცელდება ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია, გულისხმობს სადაზღვევო ბაზრის სადაზღვევო კომპანიების ჩამოშორებას ზოგადად აი ამ სფეროდან. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში და იცნობთ თუ არა ამ კანონპროექტს? ჯერჯერობით ცოტა ნაადრევი მიმაჩნია, თორემ მსჯელობის საგნად ალბათ ეს საკითხი გადაიქცევა და მეც ალბათ მომიწევს აქტიური კომენტარების გაკეთება. თუმცა ჯერჯერობით ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. არა, ეს ფონდი იქნება, მსგავსი ფონდი, შეგიძლიათ ამის დადასტურება. ეს საკითხი, ესე ვთქვათ, დაყენებული არის მოკვლევის ეტაპზე ჯერჯერობით, გადაწყვეტილებები მიღებული არ არის და დაველოდოთ პროცესების განვითარება. სამშობლო პროცესი ამასთან დაკავშირებით. ძალიან ნედლია. თქვენი სამსახურის კომპეტენციას რა საკითხების განხილვა მოგიხდებათ? ანუ ეროვნული ბანკიდან გამოეყო ეს ზედამხედველობის სამსახური უკვე ეროვნული ბანკის აღარ შედის ასე ვთქვათ დაქვემდებარებაში. რა ფუნქცია? ესე იგი, მთლიანად სადაზღვევო ინდუსტრიის მონიტორინგი დაწყებული ლიცენზიის გაცემიდან დამთავრებული ლიკვიდაციით, თავიანთი ნებისმიერი შუაგზაზე ნორმატივების კონტროლინგით, ანგარიშგებებით და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პირველი ამოცანა, როგორც უკვე ჯანდაცვის მინისტრმა არაერთხელ აღნიშნა, იქნება M7 სადაზღვევო კომპანიის, რომელიც სოციალურ დაზღვევებში მონაწილეობდა, სპეციალური შემოწმების გავლა და დასკვნების გამოტანა, რომ უმტკივნეულოდ ისინი, ესე ვთქვათ, ჩამოშორდნენ ამ თემას. ზარია ეთერში მოვისმინე. პრობლემები არის ამასთან დაკავშირებით და სწორედ იმიტომ მოგახსენეთ. ანუ ამ 7 ერთ-ერთი მათგანი თუ არ ვსწრები ალფა უკვე გავიდა. ნაწილობრივ გავიდა, უმწეობის დაზღვევიდან გავიდა, ეგრეთ წოდებული. ეს თავისი სურვილით მოხდა თუ სახელმწიფო? გასაკვირველია, მას დაბალი პრემია ჰქონდა და მისი განცხადების შესაბამისად ის ამაზე თავის დროზეც წერდა რამდენიმე თვით ადრე. დიდი ზარალის გამო და იმის გამო რომ აღარ სურდა მათ ამ ზარალიანობის გაგრძელება, 3 წლიანი პროექტი დაასრულა და გავიდა უმწეობის. და ვის კომპეტენციაში გადავიდა? საყოველთაო ჯანდაცვამ წამოიღო ეს სერვისები იმ ნაწილში, საიდანაც ალფა გავიდა. კიდევ ერთხელ განმარტოთ, ვის შეუძლია ისარგებლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით? აი ეს იწვევს ძალიან დიდ გაუგებრობას ჩვენი ზარებიდანაც. კი ბატონო, ესე იგი ვიტყვი რომ 1 ივლისისთვის ვინც არანაირი სადაზღვევო პროდუქტით არ სარგებლობდა, ანუ არ იყო დაზღვეული არც სოციალური ტიპის დაზღვევაში და არც კერძო მათთვის საყოველთაო ჯანდაცვა ჩაირთვება. და ეს საუბრობთ ჩვენ რომ ეს არის საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი. შესაძლოა ახლა ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იგეგმება თუ არა დავუშვათ მესამე ეტაპი, ანუ მოხდება თუ არა ამის გაფართოება ამ სადაზღვევო პაკეტის. შესაძლებელი არის, თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი, ჩვენ შევხედავთ 2-3 თვე როგორ წავა პროცესები. მუდმივ დინამიკაშია და მუდმივ ცვლილებას განიცდის, იგივე პირველი ეტაპის მერე რამდენიმე ცვლილება უმნიშვნელო ტექნიკური შეტანილი იყო უკვე და მესამე ეტაპი შესაძლებელია ჩვენ აღვიქვათ ისე რომ ყველა საქართველოს მოსახლეობა გახდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფარვის ქვეშ და ზევიდან იქნება უკვე კერძო კორპორატიული დაზღვევები. შესაძლებელია ასეც იყოს მესამე ეტაპი, შესაძლებელია რაიმე სხვა გზა ავირჩიოთ, თუმცა დაველოდოთ. კიდევ ერთი ზარი მოვისმინოთ, თუ არ ვსწრები ეს უკვე ბოლო ზარია ჩვენს ეთერში, იმიტომ რომ დრო აღარ აგვაქვს. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. გამარჯობათ.
რა გაწუხებთ ახლა ტრომბინზე ფასიანია თუ უფასოა აი დღეს ვიყავი მაგალითად და მითხრე 10 ლარი უნდა გადიხადოვო დღეს ყური მტკიოდა და ყურის იმაზე გამორეცხვაზე 25 ლარი უნდა გადიხადოვო და ეს როგორ ქნა ირაოს ისამაკ მე პოლისი მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ ორივე შემთხვევაში გალბატონო თქვენ ირაოს უნდა მიმართოთ იმიტომ თქვენ უკვე დაზღვეული ხართ რაღაცა კონკრეტული პროდუქტით როგორც მე ვხედავ საყოველთაო ჯანდაცვის საკითხი ეს არ არის ეს არის თქვენი და ირაოს ურთიერთობის საკითხი თუ სახელმწიფო დაზღვევაში ბრძანდებით პროტრომბინი უფასო არის იქ პირდაპირ გეუბნებით მათ შორის ყურის გამორეცხვაც უფასოა მაგრამ უნდა გაიაროთ ის პროცედურა რაც მითითებული გაქვთ პოლისში მაგალითად თუ არ აქვს ბენეფიციარს სურვილი რომ ისარგებლოს სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით შეუძლია თუ არა ის გადმოვიდეს საყოველთაო დაზღვევას პროგრამას მიუერთდეს ანუ უარი განაცხადოს იმ სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობაზე ასეთი შემთხვევები ჩვენ არ ველოდებით იმიტომ რომ გაცილებით უფრო ფართოა ის დაზღვევები რაც მოსახლეობას აქვს სოციალური ტიპის დაზღვევით ვიდრე საყოველთაო ჯანდაცვა ამიტომ არ ურჩევდი ასეთი ქმედების ჩატარებას ჩვენ მე პირადად ჩემი სამსახური მედიაციის სამსახურთან ერთად ყურადღებას მიაქცევს და გააკონტროლებს რომ სერვისები სრულად მიღებული იქნეს სადაზღვევო კომპანიებიდან და აქვე გადაცემის ბოლოს მინდა გითხოთ პირველ ეტაპთან დაკავშირებით ანუ რაღაც ხუთბალიანი სისტემით რომ შევაფასოთ რა შეფასება შეიძლება მიიღოს პირველმა ეტაპმა მე 4 ნახევარს გამართულად მივცემდი იმიტომ რომ მე ერთ რამესაც ვიტყვი რომ თვითონ სამედიცინო ინდუსტრიასაც ჭირდება მომზადება ამისთვის იმიტომ რომ ურთიერთობები სრულიად ელექტრონული არის პირველი ეტაპის ურთიერთობები ამას ერთ დღეში და ორ დღეში ვერ დაუნერგავთ ანუ ჯერ წყალში შევდივართ და ცურვას მე ვსწავლობთ ხოლმე ამიტომ ორივე მხარე როგორც სახელმწიფოს მხარე ესევე სამედიცინო ინდუსტრიის მხარე რასაკვირველია მოწადინებულია იმისთვის რომ ეს ურთიერთობები ძალიან კარგად წავიდეს და უმტკივნეულოდ საწყის ეტაპზე რასაკვირველია ხარვეზებს ველოდებით ტექნიკურ ხარვეზებს ხოლმე რაღაც დაბრკოლებებს ხოლმე მაგრამ ძალიან მალე აღმოიფხრება რაც პრაქტიკა გვიჩვენებს ასეთი შემთხვევები და ძალიან კარგად მიდის მერე ურთიერთობები ანუ მე ვიძახი რომ არა მარტო სახელმწიფოს არამედ სამედიცინო ინდუსტრიასაც ჭირდება გარკვეული მზაობა და იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარებს კითხვები გაუჩნდებათ ამ საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით ვის უნდა მიმართონ ხელი ხაზი არის ყველაზე idеალური გამოსავალი ვისაც საიტწეწდომა არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროსი 1505 ეს არის ხელი ხაზის ნომერი და იქ ძალიან დეტალურად გასცემენ ყველაფერზე პასუხს ასევე პრინციპში კლინიკებშიც ყოველდღიური ტრენინგი მიმდინარეობს და თქვენ თუ უფრო მოხერხებულია თქვენთვის კონკრეტულად კლინიკაში გაიგოთ კლინიკის ადმინისტრაციას აქვს ამომწურავი ინფორმაცია 1 ივლისიდან კიდე დარწმუნებით ყველას ექნება გასაგებია მინდა დიდი წარმატება ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ასევე წარმატებები გისურვოთ ამ ასე ვთქვათ დიდ პროექტთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი დაზღვევის დედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლაშა ნიკოლაძე იყო მას ასე 1 ივლისიდან საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი იწყება ამ დროისთვის სულ ეს იყო მომავალ ხუთშაბათს ამავე სტუდიაში სხვა თემი და სხვა სტუმრი დაბრუნდებით მადლობთ ეკონომიქსი რადიო იმედის ეთერში